შაბათს დილით გამთენიისას თბილისში ტრაგედია დატრიალდა. ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ კლუბში, კაფე გალერეში 23 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. დავით ცხაკაია მანსარდაზე დილით აღმოაჩინეს. სასწრაფო დახმარებამ ბიჭისთვის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ შეძლო. მეც ვიყავი მაგ დღეს კლუბში. უბრალოდ მე ძალიან ადრე წამოვედი და დილით გავიგე ეს ამბავი. სამწუხაროდ არ ვიცნობდი ამ ბიჭს და ვის უზიარებ მის ოჯახს. ძალიან ცუდი ფაქტი არის. ადამიანის დაღუპვარომ თავისთავად ტრაგედიაა, ამაზე ყველავ თანხმდებით. თუმცა განსაკუთრებული გამოხმაურება იმ სავარაუდო მიზეზმა ჰპოვა, რომელსაც ფატალური შედეგი ბრალდება. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით დავით ცხაკაია ეგრეთ წოდებული ბიოს ზედმეტ დოზას შეეწირა. მე ვფიქრობ საერთოდ რომ რაღაც პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ მე არ ვიცი არც ერთი ქვეყანა, სადაც მიმართავენ ჯეფებს, კროკოდილებს და ასე შემდეგ, ბიონარკოტიკი ძალიან დიდი რაოდენობით არის შემოსული და ეს არავისთვის არ არის დასამალი. თუ არ დასრულდა ეს პათოლოგიური სწრაფვა ნარკოტიკების მიმართ და გამოყენება ესე უაზროდ, ჩვენ ვერ ავგზავნებთ ერთ ქიმიურ ელემენტს, გამოიგონებენ სხვას. ბიო ეს არის არომატიზატორების სახეობა, რომელიც სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. თუმცა ბოლო დროს გამაბრუებელი საშუალების ფუნქცია შეიძინა და ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ნარკოტიკად ჩამოყალიბდა. მისი გავლენა ადამიანზე ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის. არ ჩატარებულა ეგრეთ წოდებული ლონგიტუდური კვლევები. შესაბამისად, იმისი გარკვევა რა შედეგს გამოიღებს ბიოს მოხმარება შორეულ პერსპექტივაში საკმაოდ რთულია. თუმცა ფაქტია, რომ მისი დოზის გადაჭარბება გარდაუვალ სიკვდილს იწვევს. უწოდებთ მსუბუქ ნარკოტიკს, მაგრამ ეს არის ნაგავი ნარკოტიკი, ესე ვიტყვი, ნაგავია ეს ბიო და ჩემი აზრით არავინ არ უნდა მიიღოს. კაფე გალერი 2011 წელს გაიხსნა. მას მერე ღიაა ყველა ტიპის ადამიანისთვის. ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და მრავალფეროვანი გასართობი დაწესებულება უიკენდების განმავლობაში გადავსებულია. ეს პრეცედენტი შეიძლება ნებისმიერ ადგილას დაფიქსირდეს, იმიტომ რომ იმ საშუალებებს, რასაც იღებენ არა მარტო კლუბში. გარდა იმისა, რომ მისახედი არის ბიონარკოტიკების თემა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდათაობა მედიკამენტებს იღებს აქტიურად. ანუ კომპლექსურად უნდა შეხედონ ამას და არა განტევების ვაცი იპოვონ რაღაცა გალერის სახით. სოციალურ ქსელებში მომხდარ ტრაგედიას აურაცხელი ადამიანი გამოეხმაურა. მათი ნაწილი ამბავში კლუბის და მისი მფლობელების დანაშაულს ხედავს. მათ შორის არის ხათუნა ჟორდანია, რომელიც გალერის ჯოჯოხეთის ბუდეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ იქ ყველანაირი ნარკოტიკი იყიდება. მე რო ვიყო გალერის ადგილას პირდაპირ გეტყვით, შეუულებრად ვუჩივლით. ცხელგულზე დავწერე, თუმცა დავთვლი რომ გალერეა არ იქნება, სხვა კლუბი იქნება, ამას რა მნიშვნელობა აქვს უბრალოდ. რამდენადაც საქმის კურსში ვარ და იცის მთელმა ქალაქმა, ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ალბათ კლუბი, სადაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ძალიან მარტივი და ადვილია შესვლა. ქონია ოდესმე შემთხვევა, რომ თქვა ვიღაცას გალერეში გაუყიდია ბიო. არა, ბარში სასმლის გარდა არაფერი არ გაუყიდია, ან მე პირადად არ შევსწრები ვარ ესეთ სიტუაციას. ანუ მე მსგავსი რაღაც არ შემიმჩნევია და რაში ჭირდება ამ ხალხს რომ მოიგონოს, რომ თქვა ნარკოტიკი იყიდება. მე პირადად მართლა არ მინახავს არასოდეს. საზოგადოების ნაწილი ამ სიტუაციიდან გამოსავალს მარიხუანას დეკრიმინალიზაციაში ხედავს. ბიონარკოტიკები უნდა აიკრძალოს და თუ ეს მოხდება აუცილებლად აღარ დაიღუპება ამდენი ადამიანი. მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ითვალისწინებს იმას, რომ ბიო აღარ იქნება? კი, აუცილებლად. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს და ზოგადად ერი მზად არის დეკრიმინალიზაციისთვის, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ კაბალურია 7, 10 და 11 წელი მიუსაჯო ადამიანს, რომელიც მხოლოდ მარიხუანის მოწევის ფაქტზე, ან მისი თან ქონის ფაქტზე დააკავეს. სანამ ექსპერტიზა დაზუსტებულად განაცხადებს, რომ დავით ცხაკაიას გარდაცვალება ბიოს გადაჭარბებული დოზის ბრალია, იქამდე შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ადამიანის სიცოცხლე ნარკოტიკს შეეწირა. წინააღმდეგი ვარ იმ აზრის, რომ მაინც კლუბის მენეჯმენტის ბრალია ვთქვათ. მე ვარ როგორც შენ, ასევე სხვა, მე ვარ ჩვეულებრივი კლიენტი, ხო, მე გეტყვი პირდაპირ. მან რომ მომხდარიყო მკვლელობა და უშუალოდ დანით, ხო, შეიძლება კი დაცვამ ვერ იმუშავა, მაგრამ რატო ისაუბრა ზოგადად გალერის ასე ვთქვათ არსებობაზე და არა იმაზე, რომ ახალგაზრდა ძალიან მაგარი და ძალიან კარგი ბიჭი გარდაიცვალა. ეს არის უბრალოდ სამწუხარო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ამ ნივთიერების შემადგენლობაში, დანიშნულებასა და საშიშროებაში გარკვეული საერთოდ არ გახლავთ. ამოსავალი არის, რომ რაღაცა უფრო მეტი ის იყოს, რაღაც ძიება ამ
ამის შესახებ. კომპეტენტურმა ადამიანებმა, ნარკოლოგებმა, პარლამენტარებმა, მთავრობის წევრებმა, ამ ადამიანებმა უნდა იფიქრონ და ცუდი არ იქნება თუ, ასე ვთქვათ, ძველი გამოცდილი ყოფილი ნარკომანებიც ჩაერთვებიან ამ ყველაფერში, იმიტომ რომ მე მათი აზრიც ვიცი ამ ბიონარკოტიკთან დაკავშირებით და ამ რაღაც ათასუბედურებასთან დაკავშირებით. მიუხედავად სკოლებს, უნდა ვიაროთ, უნდა ჩავატაროთ საჯარო ლექციები. ოღონდ ამ ლექციას კი არ უნდა ქონდეს მენტორული ტონი და რაღაცა უფროსი უმცროსეუნება. არა, პირიქით მეგობრული. ამომავალი წერტილი ბევრი განვითარებული ქვეყნისთვის ნარკოტიკებთან და საერთოდ ასე ვთქვათ, ქიმიურ საშუალებების თუ არა ქიმიური რეკრეაციული საშუალებებთან ურთიერთობის არის ხოლმე განათლება. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლე ნარკოტიკებს არ ეწირებოდეს? ეს ხანგრძლივი მსჯელობის საკითხია. თუმცა ფაქტია, რომ სახიფათო გადაცემის გამო უკვე არაერთი ადამიანი გარდაიცვალა და თუ კი ბიონარკოტიკების ქვეყანაში შემოსვლას და მისით გადაცებას რაიმენაირად წერტილი არ დაესვა, არ არის გამორიცხული ტრაგედიების რიცხვმა იმადოს.